დიალოგის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს და ანსამბლ შავნებადას მოწვევით თბილისში თურქეთში მცხოვრები ქართველების, აფხაზების, ოსების და კავკასიის სხვა ერების წარმომადგენელთა ერთობლივი კონცერტი გაიმართა. ჩვენებურები, რომელსაც ანსამბლი კავკასიელი არწივები წარმოადგენს, საქართველოს 19 ოქტომბრიდან სტუმრობს. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს შორის არიან ადამიანები, რომელთაც საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლა სურთ და აპირებენ მოქალაქეობის თხოვნით იუსტიციის სამინისტროს მიმართონ. ესეთი საღამოები გჭირდება. ქართულ საზოგადოებას მით უმეტეს დევნილ მოსახლეობას, იმიტომ რომ სახალხო დიპლომატია მაინც პირველი ასე მგონია, იმიტომ რომ დღევანდელი დღე ის იმის ფაქტორია, რომ აფხაზები, ოსები, ჩეჩნები ერთად ბღერიან, ერთად ცეკვავენ და ასე მოვდივართ კავკასიელი ხალხი. შავნაბადა ორჯერ იმყოფებოდა ქალაქ სტამბულში, სადაც ამ ადამიანებისთვის გამართა მასტერკლასები, მათ ერთობლივი კონცერტიც ჩაატარეს. წარმომავლობით ზოგიერთი მათგანი ქართველი, აფხაზი, ჩერქეზი და ჩვენ ყველას ერთად გვაერთიანებს ქართული კულტურის და ქართული სიმღერის სიყვარული. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დუდუ დადიანის